საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათელ მხარეზე. ირაკლის მუსიკა დიდარია, ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი თემაა და ამიტომ ვანცას კომპოზიციაში შემოვიყვანე მეორე თემა. ერთი სიმღერა მიყვარხარ, მეორე არის ისტორიას დარჩება. ეხა აძლევ ძალას. შიგნიდან ოღონ. აი აქედან. ძალიან მინდა რომ ისე შევასრულო მისი სიმღერა, რომ ის სიამოვნება მივაღებინო ჩემს მსმენელს, მაყურებელს, რომელსაც მე ვღებულობ მისი მოსმენისას. ინდი ის არის გამავალი ნოტი. იმაზე აქცენტირება არ შეიძლება. მე მინდა რომ გვანცამ გაამართლოს ჩემი იმედები და ის რაც ჩავიფიქრე, ბოლომდე მიიტანოს აუდიტორიასთან. გვანცა ჯაფარიძე და ბიტბოქსერი ნიკა ბლუაშვილი. და ვიცი როგორ შეიცვალა დრო ეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაგმის ჩვენი ერთად ყოფნის ხდომა მე ჩემო კარგას ერոտმის მიშენი და ვიცი როგორ შეიცვალა დრო ეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაგმის ჩვენი ერთად ყოფნის ხდომა მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის მოუთო გავიხსნობების და სიგარეტის დავს ვურცელი ვარ ცნობის და აღარ გამწავს მე ჩემო კარგას დოროთმეს მიშენი და ვიცი როგორ შეიცვალა დრო ეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაგმის ჩვენი ერთი ყოფნის სკოლა შენთან ისევ ძვირს შენთან ისევ შენთან ისე მოსვლისითო შენთან ყოფნას შენთან ისე ძვირს შენთან ისე თავს შენთან ისე მოსვლისითო შენთან ყოფნას
მგონი ძალიან კარგი დასაწყისი იყო. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ბლუაშვილს, ბატონ ნიკოლოზ რაჭოს, რომლის ხელმძღვანელობითაც მომზადდა ასეთი არაჩვეულებრივი ნომერი. გადავიდეთ ჯიურისთან და მე მგონი ქეთათო, თქვენიც უნდა დავიწყოთ. ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა იყო ესეთი ენერგიით სავსე სექსუალურობაც იდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თითქოს მართლა რაღაც დაიბადა. ძალიან კარგი, აი ამ შენ შესრულებასთან ერთად. გენიალური გაორკესტრება იყო. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო ზაზა. მე პირველ რიგში მინდა ჩემი მხრიდან უზარმაზარი მადლობა უთხრა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რომელმაც ეს ტური მიუძღვნა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას, ადამიანს, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე ქართული პოპ მუსიკის განვითარებაზე. ეს არის ფაქტი. მინდა მივესალმო ბატონ გელას, ქეთათოს, თეონას, თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენ უყარხართ მთელ საქართველოს. ირაკლიც და თქვენს უყარხართ მთელ საქართველოს. რაც შეეხება გვანცა შენს გამოსვლას, მე ვიტყოდი ესე, რომ სტივი ვანდერის ტურში შენ ძალიან დიდი მწვერვალი დაიპყარი, ამიტომაც წარმატების გამეორება არის ყოველთვის ძალიან ძნელი. მიუხედავად ამისა, შენ სწორედ დაიჭირე ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების თავარი ზარღვი და შეეცადე, რომ აი შენებური ვერსიით შეგესრულებინა ეს მართლაც ძალიან შესანიშნავი სიმღერები. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი გამოსვლა ქონდა, მაგრამ ჩემი აზრით შენი ძლიერი მხარეები უფრო სხვა ჟანრში ჩანს ხოლმე, მაგრამ ეს არაფრით არ აყენებს წილს დღევანდელ შენს გამოსვლას. და ნიკა რაჭოზე დღეს ბევრჯერ მომიწევს თქვა, მართლაც ძალიან კარგი ვერსია იყო. ნიკა თუ მოინდომებს სასწაულებს აკეთებს და დღეს უკვე პატარა შედევრი შექმნა და ვიცი რომ წინ კიდე ბევრი გველოდება 6. დიდი მადლობა. მადლობა ნინი. პირველ რიგში ნიკა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე და არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო არასდროს იმდენად დიდი ემოციები გამოიწვია ამ ვერსიამ ჩემში. რაც შეეხება გვანცას, ძალიან რთულია შეასრულო ასეთი დიდი შემოქმედის სიმღერა და გადმოგცე ის ემოცია ზუსტად როგორც ირაკლი მღეროდა, იმიტომ რომ ის არასდროს არ გავდა არავის, მას ჰქონდა თავის ინდივიდუალიზმი და შენ მე ვფიქრობ რომ მაქსიმალურად ეცადე რომ ჩვენთვის დაგენახებინა ნამდვილად აი ამ სიმღერის ემოცია და რა ვიცი გილოცა მე მომეწონა შენი გამოსვლა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გელა. ჩემსაცად განსაკუთრებით ძნელია საერთოდ ლაპარაკი დღეს, მაგრამ უნდა გამიგოთ, იმიტომ რომ რასაკვირველია ემოციურად წარმოედგინეთ ახლა ჩემი მდგომარეობა, როდესაც ვისმენ ყველაფერს იმას, რაც ჩემთვის ამდენად ძვირფასი იყო და დღესაც არის. მე მინდა გვანცა შენ გითხრა რომ უდიდესი სიამოვნება მომანიჭე ეს პირველ უნდა გითხრა. ნომერი რომელიც შენ შეასრულე 2 სიმღერისგან შედგებოდა და მე მინდა მადლობა გითხრა იმაზე რომ შენ ძალიან კარგად გაიაზრე ორივეს ხასიათი. იცი ერთის დრამა და მეორის რაღაც გრაციოზულობა და ეს ყველაფერი ერთად შესრულებული ნიშნავს იმას რომ შენ გვაჩუქე ძალიან კარგი საკონცერტო ნომერი. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის. მე კი მივმართავ მაყურებელს. გვანცა რომ ფრემლებს მოიწმენთ შემდეგ თქვია ჩიკო. ამისათვის მოგმართავ თქვენ მაყურებლებო. თუ გსურთ რომ გვანცა კიდევ დიდხანს იდგეს საქართველოს ვარსკვლავის სცენაზე, კიდევ დიდხანს მოусმინოთ გვანცას ნამღარი. ახლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ გვანცას ნომერზე. გაქვთ თავი? 0937 აი ასე. მობილური ოპერატორის აბონენტმა იაქტიურეთ. მადლობა ჩვენს პარტნიორ ბილაინს რომ მოგცა იმის საშუალება რომ სრულიად საქართველოს აირჩიოს საქართველოს ვარსკვლავი. გვანცა ჯაფარიძეს ვაცილებს სცენიდან.